თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დღეს განათლების მინისტრის შეხვდება უნდა განიხილონ განათლების რეფორმა და ორი უნივერსიტეტის გაერთიანება. აღნიშნულს ოპოზიციასთან ერთად აკადემიური წრეების და სტუდენტების ნაწილიც ეწინააღმდეგება. ისინი ფიქრობენ, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება მიუღებელია. განათლების რეფორმა ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის დროს. ეხლა არის რეპრესია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აკადემიური სფერო, სტუდენტები იყვნენ აბსოლუტურად ცენტრალიზებულები და მართული ივანიშვილის რეჟიმის მიერ და თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი აზრი, თავისუფალი ადამიანები აღარ იყვნენ ამ სისტემაში. აზრიც კი არ გითხრა პროფესორ მასწავლებლებს, სტუდენტებს და ისე გამოაცხადა ეს გადაწყვეტილება და დაჩქარებული წესით იღებს აი ამ კანონებს, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი მომავალი თაობების ბედი. და ამ რეფორმების ამ გადაწყვეტილებების შედეგები შეიძლება დღეს და ხვალ საერთოდ ვერც ვნახოთ, მაგრამ ვნახოთ 10 და 15 წლის შემდეგ და ამას აკეთებენ დაჩქარებულად, ისე რომ არანაირი თანამონაწილეობა უშუალოდ დაინტერესებულ მხარესთან არ ყოფილა და მხოლოდ ახლა დაიწყო, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა აღარა აქვთ ამ პროტესტის გამო. ეს პირდაპირ მეუთითებს, რომ თავად იციან, რომ არასოდეს გადაწყვეტილებებს ღებულობენ. განათლების სისტემა საჭიროებდა რეფორმას, ამაზე შეთანხმება ზოგადად მთლიანად არსებობდა. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო განათლების სფეროში, არამედ ზოგადად. მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი ყოველთვის ამას ამბობდნენ, რომ საჭირო იყო განათლების რეფორმა, მაგრამ როგორც კი დაიწყო განათლების რეფორმა და საუბარი განათლების რეფორმაზე, მყისიერად გაემიჯნენ აი ამ სიკეთეს, იმიტომ რომ როგორც წესი ისინი სიკეთეს ემიჯნებიან ხოლმე. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, ერთ-ერთი გზა ხარისხიანი განათლებისკენ, მთელი სისტემური რეფორმა, რომელიც დაანონსდა განათლების მიმართულებით. დღეს ნამდვილად იქნება მინისტრთან შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველა კითხვას ამომწურავად გაეცემა პასუხი. და რაც თავარი არის სხვა რაღაცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ემოციები ყოველთვის იყოს, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ თავარი ორიენტირი ხარისხიანი განათლების დანერგვა საქართველოში. განათლების რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ძალიან დაბალი ხარისხის განათლება მიეწოდებათ ჩვენ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს რეფორმა არ იქნება მოკლევადიანი, 4-5 წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირველადი შედეგები ვიხილოთ და ეს შედეგი, რა თქმა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი განათლების დონე უნდა თანაბრდეს წამყვან ევროპულ ქვეყნებს. აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ რა პრინციპზეც ვართ ჩამოყალიბებული, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ეს იყოს დაცული და სწორედ ამას ემსახურება ეს გაერთიანებაც, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოაზრებულია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები, შესაბამისად კონსოლიდაცია უნდა მოხდეს ადამიანური რესურსის, ისევე როგორც ტექნიკური რესურსის